გიორგი კობერიძე, საგარეო პოლიტიკის საბჭოს კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უფროსი მკვლევარი პროფესორი გვერდება ახლა ჩვენ და სწორედ უკრაინის თემით ვთხოვთ მას, რომ შემოგვიერთდეს ახალი ამბები, მიმდინარე ახალი ამბები ჩვენ გავაცანით აუდიტორიას, თუმცა რადგან ამის მიღმა, რადგან დრონების დარტყმის მიღმა, მოდით პირველ რიგში ამ კითხვას ვუპასუხოთ. დრონების აქტივობა ძალიან თვალსაჩინოა, ძალიან წერტილოვანია და მართლაც ძალიან სიღრმეშია შესული უკვე რუსეთის ტერიტორიის ეს თავდასხმები და როგორც ჩანს დრონების კიდევ უფრო ტექნოლოგიური განვითარებაც ყოველწუთიერად მოსალოდნელია, მისი ძრავის გაძლიერებიდან დაწყებული კიდევ რომ არ ამოიცნონ აი ამ სისტემების დამონტაჟებით დასრულებული ახლა მას უყვებოდით, რაშიც მას ძალიან ეხმარება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნებიც. აი ახლა მოდით დავიწყოთ დრონებით, რაც ყველაზე მეტად მოგწონს ჩვენს სამსჯელოთ, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდ წარმატებას ხედავთ უკრაინის მხრიდან. რა არის ამის მიღმა და რა არის აი ამ პროცესის უკვე პერსპექტივა, შედეგი რუსეთისთვის? დიახ, როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინელების მხრიდან, ესე ვთქვათ, წინასწარი დათქმა არსებობდა და მოლოდინი არსებობდა, რომ რუსული შეტევა უკრაინაზე, მასირებული შეტევა გაზაფხულის ბოლოს ივნისის დასაწყისში დაიწყებოდა. სწორედ ამის ჩასაშლელად იყო საჭირო ის, რომ რუსული ლოჯისტიკა რაც შეიძლება ღრმად და ზურგში განადგურებული იყო, რათა რუსებს ვერ მოხერხებოდათ დიდი მასირებული იერიშის წარმოება ან დონეცკის ოლქის დანარჩენი, ესე ვთქვათ, უკრაინული კონტროლის ქვეშ არსებული ნაწილის მიმართულებით, ან საერთოდაც გახსნილიყო ახალი ფრონტის ხაზი საერთოდაც მოაზრებული იყო, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ან ჩერნიჰივის, ან სუმის ოლქი. რა თქმა უნდა, ეს შეტევა მაინც შეიძლება დაიწყოს რუსეთმა, მაგრამ ახლა რასაც ჩვენ უყურებთ, ეს პერიოდი, ეს დრო რეალურად რუსეთმა დაკარგა და ჩვენ ხედავთ, რომ ზაფხულის ეს 2 თვე, ანუ ივნის-ივლის, როდესაც რუსეთი როგორც წესი აწარმოებს ხოლმე მასირებულ იერიშს, ამ ეტაპზე ფაქტი არის, რომ არ გამოვიდა. რაც ნიშნავს ასევე იმასაც, რომ ზოგადად როდესაც ლოჯისტიკური მომარაგება არ მოდის ფრონტის ხაზზე, ეს დემორალიზებას იწვევს. და საუბარი არ არის ლოჯისტიკაში მხოლოდ და მხოლოდ ტყვია წამალი, რაც პრობლემაა, ხო ასევე ტყვია წამალის არ მოსვლა. საუბარი არის ასევე ეს უნიფორმაზე, საუბარი არის დრონებზე, საუბარი არის თავად ახსენეთ ელექტრონული, ესე ვთქვათ, ელექტრონული იარაღზე, რომელიც შეიძლება მოწინააღმდეგის, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიების ჩასახშობად იყოს მიმართული და ასე შემდეგ. ანუ მთლიანობაში ეს გახავთ ერთის მხრივ ღრმა სიღრმისეული დარტყმა იმისათვის, რათა რუსებს შეტევა ზოგადად არ გამოუვიდეთ და შემდგომში უკრაინელებს მიეცეთ გარკვეულწილად კონტრშეტევის საშუალება. ეს ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის დეტალი, რომ ზოგადად ეს არსებული საწყობები, არსებული ეს სამხედრო ინდუსტრიული ნაწარმოები, რაც რუსეთს აქვს, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ერთი კაცის საკუთრება. ეს არის იმ სილოვიკების საკუთრება, რომელიც პუტინის კარზე ოლიგარქების სახით არიან წარმოდგენილი. ზოგიერთი მათგანი იარაღის უშუალო წარმოებაშია ჩართული, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ საცავეს ფლობს, ზოგიერთი დისტრიბუციაში მოაწილეობს, ზოგიერთი ლოჯისტიკაში, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც ზოგადად ოლიგარქი სილოვიკები ამ სახელით არიან ცნობილნი, დაახლოებით 20 არიან ისინი და ყველა მათგანი ფლობს ეს რუსეთის განსაკუთრებით დიდ სიმდიდრეებს და სწორედ მას უწყობს უკრაინა. რაც ნიშნავს იმას, რომ პუტინის კარზე იმ ადამიანების უკმაყოფილება რეალურად გაიზრდება, რომლებიც რეალურად ფლობდნენ ამ ყველაფერს და უზარმაზარ თანხას შეუპოვდნენ ამ ყველაფრით, ხო? და მესამე ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტურად მოქმედებს როგორც უკრაინულ, ისევე საერთაშორისო დამკვირვებლებს, იმიტომ რომ ეხლა თქვენ მარტივად შევხედოთ რა, ომი რომ დაიწყო ომიდან რამდენიმე საათში ჩვენ ვიხილეთ ძალიან აქტიური როსტოვის, ასე ვთქვათ, ოლქში უკრაინელების მხრიდან დარტყმა, ომიდან რამდენიმე საათში რუსულ სამხედრო აეროდრომზე და ამან გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა, ასე შემდეგ და ჩვენ ახლა ვართ ომის მეხუთე წელს. და დარტყმები აღარავის აღარ უყვირს. პირიქით იმას ზომავთ ხოლმე, რომ 1000 კილომეტრზე ცოტა ახლოს თუ დაარწყეს, რა ცოტაა და 2300 კილომეტრზე ამბობთ, რომ ხო, ესეც უნდა მომხდარიყო. ანუ ეს სწორედ იმას მეანიშნებს, რომ ეს საერთაშორისო აზრი შეიკრა უკვე და უკრაინული აზრი შეიკრა, რომ რუსეთი უკვე რეალურად არის აქტიურ ასევე მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე გადასული. ეს არ არის მხოლოდ იერიშე და შეტევაზე გადასული სამხედრო ნაწილები, არამედ თავდაცვაზე და თავად პუტინმა და საინტერესოა განაცხადა ესეთ რაღაცა, რომ მე ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი, ვთქვათ, ამ მყოფია ჩემში, მყოფია და მითხრა, რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, ცოტა მეტი და ცოტა რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ. ანუ ეს უკვე იმის აღიარებაა, რომ აი თუნდაც ის 3 დღე კი არა 4 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისაც, რომ უკრაინა საჯობო რეალურად და ახლა რუსეთისა და უკრაინის ომში რეალურად არის გარკვეული პარიტეტი, ხო? ანუ ჩვენ ვიხილეთ, წინა წელს არსებობდა იმის განცდა, რომ სიტუაცია დამძიმდა და ესეც იყო. მართლაც მძიმე ჩანდა 2025 წელი უკრაინისათვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახლა შეიცვალა სიტუაცია. და ის სწორედ ამას ვადევნებთ ჩვენ თვალს, რომ გარკვეული ეს პესიმიზმი, გარკვეული კითხვები, რომ რთული დასაცავია რაღაცა სიტუაცია დამძიმდა,
შეიცვალა იმით, რომ ეს წელი პანცირები და ეს მთელი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც რუსეთს ჰქონდა საზღვრისპირა რაიონებში განთავსებული, შეხედეთ მოსკოვს არსებული რუკები ვრცელდება ამაზე, სად არის მიახლოებითი განთავსება და რა რაოდენობს ტექნიკა. პრაქტიკულად გადასული არის რუსეთი დედაქალაქისა და იმ სტრატეგიული, ანუ როგორ ვთქვათ, უფრო პოლიტიკური ობიექტების დაცვაზე, რომელიც პუტინის კერძო ინტერესებში შედის. დღეს მაინც არის კიდევ ერთი აქტუალური კითხვა, შეძლებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და რუსეთი რეალურად ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას. თუ ომი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება. ჩვენ გვახსოვს ტრამპის ამბიცია, მისი მერყეობა განცხადებებშიც, ქმედებებშიც, მისი არაერთი კონფლიქტი ზელენსკისთან, არაერთი მძიმე გამონათქვამი მის წინააღმდეგ. თუმცა დღეს ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას უკრაინის გვერდში, მისი პრეზიდენტის გვერდში და ინტერესები ფაქტობრივად მაინც ასეა. დასავლური ინტერესები უკრაინასთან არის და რუსული ინტერესი არის ცალკე. თუმცა ტრამპის ინტერესი და დასავლეთის ინტერესი ზოგადად ადგილზეა, რომ ეს ომი შეწყდეს, რომ პუტინი აიძულონ შეწყვიტოს ომი. რამდენად აქვს პერსპექტივა, რაღაც ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას მაინც იქ საჰაეროზეც იყო ცალკე საუბარი თუ არ ვცდები. აი არის თუ არა ამისი რეალური პერსპექტივა თქვენი აზრით? არა. ძალიან მარტივად ვიგხსნათ, არა, პუტინის აქვს რწმენა, რომ ის ამ ომს მოიგებს და შესაბამისად ის ამ ომს იომებს. გარდა ამისა, მან მარტივია რა, ხარ ჩვენ ხო უნდა დავთვალოთ და ყველაფერი. როდესაც მოცემულობა არის ეგეთი, რომ მილიონი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა, დაშავა და თქვა ჩავარდა ასე შემდეგ რუსეთის მხრიდან, ხო? და როდესაც საუბარი გვაქვს, რომ აი მან ამ ომში ვერც ერთი დამატებითი საოლქო დედაქალაქი ვერ მოიპოვა, ხერსონი ჰქონდა და დაკარგა. რეალურად ის ამ მდგომარეობაში ამ ომის გამარჯვებას ის რუსეთში ძალიან რთულად გაყიდის, მე თუმეტეს სილოვიკებში ძალიან რთულად გაყიდის და ეს უშუალოდ მისი პრობლემა იქნება, მისი პერსონალური პრობლემა იქნება. პლუს ამას ეს ხალხი საუბარი მაქვს ასობით ათას რუსე, ხო? რომელიც ფრონტის ხაზია გაწეული, ეს ხალხი უკანო დაბრუნდება, ომიდან რომელიც ვერ მოიგო. ამ ავტომატს ადულად ჩააბარებს. ჩვენ გვახსოვს სმუტა იყო სწორედ იმ პირველი ესე ვთქვათ ჩეჩნური ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ვერ გაიმარჯვა იმ ომში, ხო? რაც არ უნდა იყოს ხა ხასავიურტი შეთანხმება, როგორც არ უნდა ყოფილიყო ცეცხლის შეწყვეტა, არანაირად არ შეიძლება რუსეთის გამარჯვებაში. და ის ავტომატიანმა ტიპებმა მოსკოვში არ მოაწყეს ერთმანეთის ხოცვა-შრეტა და განადგურება. სმუტა სწორედ ამას გამოხატავდა და სწორედ ამაზე იყო რუსეთის და პუტინის ხელისუფლება დაფუძნებული, რომ სმუტა აღარ განმეორდებოდა. რთული წარმოსადგენია რუსეთს ესე ვთქვათ პუტინს პერსონალურად ეხლა იმის რწმენა ჰქონდეს, რომ ის ომში მარცხდება უეჭველი და მან იცოდეს ზუსტად რა ხდება ფრონტის ხაზზე, ხო? მთელი უბედურება, სხვადასხვა უბედურება, ვინც ავტოკრატიების მხრიდან ომის წარმოებას სწავლობს, ისიც რა ჩანხობს ხოლმე, რომ ჯერ ეს ერთი ავტოკრატიული ლიდერი ომს მართავს როგორც წესი, რაც უსამაზარი პრობლემაა. ომს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მიზანი, მაგრამ ომს პოლიტიკოსი არ უნდა მართავდეს. თუ ომს პოლიტიკოსი მართავს, როგორც წესი ის უზარმაზარ შეცდომებს დაუშვებს. და რუსეთში იმდენად ცენტრალიზებულია ხელისუფლება და იმდენად პოლიტიზირებულია ყველა უწყება, მათ შორის სამხედრო უწყება, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მიიღება, ესე ვთქვათ, ომი და ეს უკვე უზარმაზარი შეცდომაა, ხო? და მეორე უზარმაზარი პრობლემა, რაც ავტოკრატიას ახასიათებს, არის ის, რომ ავტოკრატიას ძალიან უჭირს ომის დამარცხების გაყიდვა ზოგადად და აი მის რწმენა, რომ ომში მარცხდები, ამის დაჯერება და შემდეგ საზოგადოებისთვის მიწოდება. პუტინს არაერთხელ უთქვამს და არაერთხელ გაუმეორია, რომ მისი ესე ვთქვათ იდენტობა დაკავშირებული არის რუსეთის ორ ლიდერთან, ეს არის სტალინთან და ეს არის ზოგადად პეტრე პირველი, რომელიც რუსეთის ცნობიერებაში ჩანს და ჯდება როგორც ეს ჩრდილოეთის 21 წლიანი ომის ესე ვთქვათ სიმბოლო. ამიტომაც პუტინისათვის ეხლა რთული წარმოსადგენია, რომ აი დაუმარცხდი აღიარება მოხდეს ან ცეცხლის შეწყვიტოს და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ასე არის და ასე ჩანს. და საბოლოო ჯამში მართლაც რომ უფრო ესე გავაანალიზოთ ეს ყველაფერი ჩვენი პერსპექტივიდანაც. საქართველოს არ აწყობს ამ ომის შეწყვეტა ამ ეტაპზე, ხა რამდენად ხისტადაცაც უდაც არ უნდა ჟღერდესებს მენელისათვის საქართველოს არ აწყობს რუსეთის ამოსუნ თქვა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ იარაღს სადღაც მიატრიალებს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ეს ცოცხალი ძალა, რომელიც გაწეული ყავს მას მოსკოვში ვერ დაბრუნდება. მას ეს მოუწევს ან ახალი ფრონტების ძიება, ეს შეიძლება იყოს ბალტიისპირეთში, ეს შეიძლება იყოს შუა აზიაში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს კავკასიაში, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენც მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი დამარცხდეს, გამოიფიტოს და არაფრის თავი აღარ ქონდეს და ამას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ხვდება დასავლეთი, ამას კარგად ხვდება ევროპა და სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს რეალ ფრონტის ხაზი არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზი, ხო? ეს არის ერთგვარი ცივილიზაციული ფრონტი.
ეს ხაზი და პრინციპში ვინც იმარჯვებს ამ ომში მეორე მხარე შეიძლება აღმოჩნდეს ურთულეს ანუ კრიტიკულზე კრიტიკულ მდგომარეობაში და ამიტომაც არის რომ ახლა რო ვთქვათ რომ აი რუსეთი ამ ომს შეწყვეტს და რაღაცას გაკეთებს ეს უფრო არის სურვილი რო ვთქვათ ვაშინგტონში უშუალო პერსონალური პოლიტიკური სურვილი რომ აგერ მე ომი დავასრულე და ეს მიზანი მივაღწია მაგრამ ნაკლებს სავარაუდოა რეალისტურად ეს მოხდეს და აი ამ ფონზე სწორედ მაინც ჩნდება შეკითხვა რომ პროცესში შეძლებს რა უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიული ზიანის მიყენების გაგრძელებას იმას თუ განაგრძობს რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ და რაზეც თქვენ პირველი კითხვის პასუხად მეუბნებოდით ხო, ეხლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთის, ესე ვთქვათ, არსებული შერეღებული საწარმოები დადგურდება, ეს ძალიან დიდი უპირატესობა, მაგრამ წარმოება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქვს რუსეთს, ხო? რუსეთის ეს მთელი ინდუსტრიული ენერგია, რომელიც მას ჰქონდა და სხვადასხვა საბჭოთა კავშირის შემდეგ მას ძალიან მძიმე მდგომარეობაში დახვდა, საბოლოო ჯამში ნელ-ნელა გამოცოცხლდა. ეს პროცენტულობა და ეს ფაქტი არის. სწორედ აი ამაზე არის ახლა უკვე შემდგომი ეტაპი. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ენერგოობიექტები, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო შედარებით მცირე საწარმო ობიექტები. ან ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ლოჯისტიკური ობიექტები. აი აქტიური საწარმო ობიექტები, დიდი საწარმო ობიექტები, მათ შორის აი ალებუგას საწარმო თათარსტანში და მსგავსი დიდი საწარმოების შემდგომი ეტაპი თუ განხორციელდა და აგონგვები და ამასთანავე მიწვდა მართლაც ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, რომელიც შეიძლება იყოს იამალის ნახევარკუნძულზე, ეს საიდანაც მომდინარეობს მთელი რუსული ნავთობი და გაზი. ეს უკვე იქნება უკვე შემდგომი ეტაპი დარტყმის. ანუ ჩვენ ხედავთ რომ ომი პროგრესირებს, ხო? ომს აქვს გარკვეულად ასიმეტრიული ხასიათიც მიღებული. ასიმეტრიული იმას ნიშნავს რომ მოწინააღმდეგე რუსეთი რაოდენობრივი შესაძლებლობებით მაღლა დგას ვიდრე უკრაინა, მაგრამ უკრაინა აყენებს იმდენად ძლიერ დარტყმას, იმდენად იაფად, ასე ვთქვათ, რუსეთს, რომ ეს რუსეთი ძალიან ძვირად უჯდება. თუკი სტრატეგიულში, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა რუსეთის სიტუაცია, დამძიმდა ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ რუსულ დემორალიზებას გაზრდის. მეორე მხრივ რუსეთში ომის მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს. მესამე თავად სილოვიკებში გაჩნდება გარკვეული პრეტენზია, ხა სილოვიკები უბრალო ხალხი არა, ვიმეორებ. კი, პუტინმა შეიძლება 1, 2, 3, 4 მოიშოროს, ზოგიერთის ახლობელი ფანჯრიდან გადააგდოს, როგორც ხდება ხოლმე. ხო ეს საშინელი სცენები, რომელიც ვიცით, გაგვიგია ვიხილე და ასე შემდეგ, მაგრამ ყველას ვერ მოიშორებ, იმიტომ რომ ეს ცნობილი ეს ძალაუფლების 48 წესის ხო გახსოვს, რომ პირველი წესი რომ მარტო არავინ არ მართავს. არავინ არ მართავს, ეგრევე არ არსებობს. მაშინ ოქტავიან აუგუსტუსი არ მართავდა რომის იმპერიას მარტო. ხო? ამიტომაც ეს მოცემულობა რომ ეს შეიქმნას რუსეთის შიგნით დაძაბულობა, ეს ერთი არის, მაგრამ მეორეს მხრივ ესე უნდა გვესმოდეს რომ თუკი უკრაინის მხრიდან განხორციელდა ფრონტის ხაზზეც გარკვეულად ესე ვთქვათ, წინსვლები, ეს იქნება იმის დამსახურება რომ რუსეთის არმიას ლოჯისტიკაში გაუჭირდა და გაუჭირდა ზღვაში, რაც ასევე ძალიან აქტუალურად ვიხილეთ ჩვენ და ეს შეიძლება ქმნიდეს იმ შესაძლებლობას შემდგომში რომ ჯერ რუსული შეტევა შენელდეს, რაც ვიხილეთ და ახლა მინდა ამაზე ორიოდე სიტყვი თქვა და შემდგომ შეტევა განახორციელოს. ახლა რაც შეეხება აი შენელებას და შეჩერებაზე, ხო? აი ამდენი ხნის განმავლობაში რუსეთი უტევს კოსტიანტინევკას, ხო? ეს არის უნიშნელოვანი სტრატეგიული ობიექტი დონეცკის ოლქში, რომელიც შემდგომში გზას ხსნის დრუჟკივკასკენ და შემდგომი უკვე ხაზი რა თქმა უნდა კრამატორსკი და სლოვიანსკისკენ იშლება. ანუ უნიშნელოვანესი ობიექტია. რუსეთის სამხედრო ძალები აი ამ ერთ ობიექტს უტევენ წელიწადის განმავლობაში. აი როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ახლა რუსეთის არმიაზე გვაქვს საუბარი, ხო, რომელიც რეალურად რუსეთიდან ტრაბახობდა რომ მეორე ვარო, მე όσο ვთქვათ ამ სოფლიოში. საუბარი გვაქვს ერთ უნიშნელოვანეს ობიექტზე, რომელიც შეიძლება დაიკავოს რუსეთმა, განა არა, შეიძლება, მაგრამ ოდესაც შენ მეომარი მხარე პრეტენზია გაქვს რომ სოფლიოში მეორე ძალა ხარ და ერთი ობიექტის აღებას რომელიც შეიძლება ჩვენგანმა კი არა ქუჩაში რომ გააჩერო შეიძლება 100,000 კაცი ვერც ერთმა ვერ იპოვოს რუკაზე კონსტანტინოვკა უბრალოდ ობიექტია სტრატეგიული სამხედრო თვალსაზრისით თორე დასახლება ძალიან პატარაა ხო ამის აღებას რომ შენ ერთი წელი ვერ ახერხებ და მარტო ამის ასაღებად შენ რომ მიწაში ჩადე შენი 50,000 სამხედრო უკვე და კიდევ 10,000 დაჭერი ან წვე ჩავარდა შენი სამხედრო ეს ნიშნავს რომ შენ ომში ხა მაინც და მაინც წარმატება არ გაქვს და ის თქმა რომ ნელა მაგრამ რუსეთი მიიწევს ნელა საუბარი გვაქვს იმას რომ წელიწადში შენ რომ 11 კილომეტრი წინ წაიწევ და 9 მერე უკან დაიხევ რაც მოხდა რეალურად ეს კარგად გაიზომა საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო საზომი გამოდგა ეს ყველაფერი ზაპორიჟიეს ოლქში
მოდი ობიექტურები ვიყოთ რა. მართლაც როდესაც ერთ-ერთმა ბრიტანელმა გენერალმა თქვა რომ ლოგოკინას რომ დაეწყოს სვლაო 2022 წელსო დღეს პოლონეთში იქნებოდა ლოგოკინასო და საუბარი გვაქვს ჩვენ ახლა რუსეთზე რომელსაც კონსტანტინივკა ვერ ავუღია. ეს კი არ ნიშნავს რომ რუსეთი არ იქა და დამარცხდა. სწორედ ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთს ამ ომში იმდენად რთული სიტუაცია აქვს ახლა რომ თუ კი ეს ყველაფერი ეს უკრაინული სტრატეგიული დარტყმები გაგრძელდება და ასე შემდეგ ამან შეიძლება ეს გარანტირებული არა რა თქმა უნდა რომ შეიძლება მოგვცეს სწორედ აი ის გარდატეხის საშუალება რომ ვიხილოთ დაახლოებით ან ისეთი ან მიახლოებული უკრაინული კონჩეტევა როგორც 2022 წელს იყო ან იმდენად გამოფიტული რუსული არმია რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზოგადად პირველ მსოფლიო ომში ეს შემთხვევითი არა პირველ მსოფლიო ომს მე კი არ ვიგონებ და გიორგი კობერეძე კი არ იგონებს პირველ მსოფლიო ომს ამას ხშირად ადარებენ ხოლმე ამ ომს პირველ მსოფლიო ომს პირველ მსოფლიო ომში რუსეთი გამოიფიტა რუსეთი შეტევით ოპერაციებს აწარმოებდა სანამ ერთიანად ამ შეტევით ოპერაციებში ესე ამბობდნენ რომ არაუშავს მელა მაგრამ მაინც ვიწევ წინ მაშინდელი რიტორიკა იყო ეს ყველაფერი ხო თავის დროზე სამსონოვიც მედლებს იყიდებდა საკუთარ თავზე სანამ აღმოსავლეთ პრუსიაში არ შეასყდა და არ განადგურდა ხო ასე ვთქვათ ინდენბერგის არმიას ამიტომაც არის რომ ზოგადად ეგ მიდგომა რომ რაღაცა ნელა მივიწევ მაგრამ ვიფიტები და მე ულევი რესურსი მაქვს მაგის რწმენა არასწორია არ არის. პრაგმატულადაც არ არის ასე ჩვენ ხედავთ რომ ფინანსურად უჭირს, ნავთობში უჭირს და ყველა მიმართულებით და ბოლო კითხვა მექნება ზელენსკი ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში რა სჭირდება ახლა მას ტრამპისგან. რაც მეტი ნოუ-ჰაუ მით უკეთესი, ანუ მეტი ტექნოლოგიური წარმოების გადაცემა მით უკეთესი, იმიტომ რომ უკრაინას მთელი ეს ტექნოლოგიური საშუალებები აქვს არა მხოლოდ იატაკ ქვეშეთში და მიწის ქვეშეთში საკუთარ დასავლეთ უკრაინაში ზოგიერთი რა თქმა უნდა შეიძლება კონდეს უშჰოროდის მიმართულებით, ანუ საუბარი კარპატები იცავს, ეს ნავალი ტერიტორია შეიძლება იყოს, რომელიც ახლა არის მიწის ქვეშეთში გადასული, ასევე მას აქვს რა თქმა უნდა მოკავშირეების ტერიტორია. პოლონეთში ასე თქვა მიმდინარეობს უკრაინული ტექნიკის წარმოება, მიმდინარეობს დანიაში, მიმდინარეობს შვედეთში, მიმდინარეობს ნორვეგიაში, ანუ სწორედ ეს არის რომ მას აქვს დაახლოებით და ის უსაფრთხო ფარი გარკვეულწილად, რაც რუსეთი ტრაბახობდა, რომ აი მე ურალს იქით შემიძლია ვაწარმოო. უკრაინამაც შეუძლია თქვას, რომ კარპატებს იქით შემიძლია ვაწარმოო და პრინციპში ეს ხდება კიდეც. ახლა არის სწორედაც ეს გააზრება იმისა, ასე ვთქვათ, უკრაინის მხრიდან თუ ზუსტად რა სჭირდება მას ამერიკის შეერთებულ შტატებისგან, რათა სწრაფად აწარმოოს და შედარებით იაფად. და ეს იაფე მინდა ხაზი გაუსვამო, იმიტომ რომ აი დრო შევადაროთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის ბიუჯეტი მართლაც ვიცით რომ უკვე 900 მილიარდია და მალე ტრილიონს კაც გადააჭრებს, მაგრამ მთელი პრობლემა რა არის და ამერიკაში ძალიან ძვირიჯდება წარმოება. აი ჩვენ როდესაც გვაქვს 5 მთავარი გიგანტი ეგ წარმოებელი, ხა გვაქვს Lockheed Martin-ი არის, Boeing-ი არის და Northrop Grumman-ი არის, რომელიც მილიარდებს, ათობით მილიარდზე მაქვს საუბარი და ძალიან ძვირად ესე თქვა დაწარმოება. და უკრაინას მთელი უპირატესობა ეგ აქვს, რომ შეუძლია იგივე ტექნოლოგია უფრო იაფად და სწრაფად აწარმოოს, მით უმეტეს რომ ომის პირობებში იმყოფება და მით უმეტეს უფრო მარტივად შეუძლია ამ ხრივ ამ უპირატესობას მოპოვება და ინგლისშიც იგივე მოთხოვნით არის ჩასული, ხო? იმ ჩვენ ვიცით რომ ინგლისური ესე თქვა ფრთოსანი რაკეტების წარმოება აქტიურად უკრაინაში თუ განხორციელდა ეს უზარმაზარი უპირატესობა იქნება უკრაინისათვის, რაც რა თქმა უნდა მთლიანად შესვლის ესე თქვა სულას და აი მსმენელს თავად განსაჭოს მსმენელმა. რუსეთის მთელი მოკავშირეები და იარაღის მიმდევრები არიან ვინ? იცით? ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, ირანი. აი ამ ქვეყნების მოკავშირეებზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ხო? და მეორე მხარეს ეგ დგას მართლაც დასავლეთი, მეორე მხარეს დგას აშშ, მეორე მხარეს დგას დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ. სხვა რო არაფერი იცოდე ამ ომში და სხვა რო არაფერი იცოდე რა მოხდა გენოციდი ბუჩაში. მარტო ეს მოკავშირეები ვინ არიან რუსეთის, საკმარისია იმისა, რომ მიხვდე რა ძალასთან გაქვს საუბარი, როდესაც რუსეთი. მადლობა გიორგი კობერიძე, საგარეო პოლიტიკის საბჭოს კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორს უფროს